გამოკითხვა ეთერში ბრუნდება და დაპირებისამებრ დავით უსუფაშვილი ჩვენთან სტუდიაში საღამო მშვიდობისა ბატონ დავით მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ბატონ დავით, თქვენმა პარტიამ დღეს ქალბატონმა თინა ხიდაშვილმა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსების, ასე ვთქვათ, ხაზების გაყიდვის უკან დგას ქალაქის მერი ბატონი გიგი უგულავა, რომლის ბიზნეს ინტერესი ვრცელდება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვამ აჩვენა საკმაოდ უცნაური შედეგი. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე გავიდა ის, რომ სახელმწიფო ბიზნეს ინტერესი დგას ამის უკან ფასების მატების უკან და საწვავის გაძვირება გახდა მეორე ადგილზე, ანუ გამოკითხულთა შემდეგი ნაწილი თქვა ფიქრობს, რომ ეს საწვავის გაძვირების ბრალი იყო. როგორია რეალობა, ანუ საწვავის გაძვირებას ხომ არ უნდა დავუმატოთ ხელისუფლების ბიზნეს ინტერესი და ამას რა თქმა უნდა თავისთავად ემატება ასევე კერძო ბიზნეს სექტორის ინტერესიც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეს თემა დღეს მართლაც რესპუბლიკური პარტიის თვის იყო მთავარი თემა, ჩვენ ერთი თვის წინ, როდესაც ტენდერი ტარდებოდა ამ ხაზებზე საზოგადოებას უკვე ამცნეთ გარკვეული დეტალები, დღეს უკვე სრული სქემა დავდეთ კონკრეტულ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. მანამდე მე მგონი უკვე არავის აღარ გვიკვირს, რომ საბაზრო ეკონომიკაში ფასები მერყევია. ამიტომ ფასი ზოგჯერ ზევით მიდის, ზოგჯერ ქვემოთ მიდის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ გასადებად ქვემოთ რო წამოსულიყო ბატონ დავით. კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება ანალიზი, რის გამოა ფასის მატება. გაძვირდა ბენზინი, გასაგებია ამის გამო მოიმატა ფასმა. მაგრამ კონკრეტულად ამ სფეროში, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის სფეროში, ჩვენ საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ კორუფციულ სქემასთან, რომელსაც მფარველობს პირადად თბილისის მერი გიგი უგულავა და ჩვენ ეს დოკუმენტურად დავამტკიცეთ და დღესაც წარმოვადგენთ ამას. მან თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხაზები ყველა ექსკლუზიურ 20 წლიან სარგებლობაში გადასცა მასთან დაკავშირებულ ბიზნეს ჯგუფს, ფინანსურ ჯგუფს და შესაბამისად დღეს უკვე ის თუ რა ღირს მგზავრობა სამარშრუტო ტაქსებით, ეს არის არა მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის განსასაზღვრი, არამედ იმ მონოპოლისტი ბიზნეს ჯგუფის განსასაზღვრი, რომელსაც პირდაპირ მფარველობს და რომელსაც სწორედ მერის ხელშეწყობით ჩაუვარდა ხელში ეს ყველაფერი. მოგეხსენება ტენდერი გამოცხადდა 6 დეკემბერს და ითქვა, რომ თბილისი დაიყო 5 ტერიტორიად, ნაწილად და შეირჩეოდა კომპანიები, რომლებიც აქ ამ ბიზნესს განახორციელებდნენ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო ფარსი, ეს არ იყო ტენდერი, იმიტომ რომ მერს წინასწარ ყავდა უკვე შერჩეული ის ხალხი, ვისაც უნდა გაემარჯვა. ასეც მოხდა 5 ლოტი, გადანაწილდა 4 კომპანიაზე. ეს 4-ვე კომპანია შექმნილია ერთი გადარეგისტრირებულია და 3 შექმნილია კონკურსის გამოცხადების შემდეგ. მათ ყავთ ერთი იურისტი, დოკუმენტები დარეგისტრირებულია ერთ ნოტარიუსთან, საჯარო რეესტრში ეს კომპანიები დარეგისტრირდნენ ერთ დღეს 5 წუთიანი შუალედით. ამ საწარმოების მფლობელები 3 არიან ქალაქ ოჩამჩირიდან და იქაური მეგობრობა აკავშირებთ მათ. ასე რომ ერთს არ იწვევს ის გარემოება, რომ ეს არის ერთი ჯგუფი. ეხლა მეორე საკითხია, რა ჯგუფია ეს და ვინ დგას მათ უკან. ამ კომპანიის მფლობელები, ვინც მოიგეს ეს ეგრეთ წოდებული ტენდერი, იმავდროულად არიან GMC ჯგუფის სერიოზული ჯგუფი, რესტორნების ქსელის მფლობელი და არა მხოლოდ რესტორნების ქსელის მფლობელი, აი ამ ქსელის ერთ-ერთი მესაკუთრეები და მათ პარალელურად უკავიათ თანამდებობები სწორედ GMC ჯგუფში. გარდა ამისა, ყველა ეს კომპანია თავის იურიდიულ მისამართად ასახელებს GMC ჯგუფის რესტორნებს, ძველ სახლს და ქალაქურს. ასე რომ ესეც გაირკვა, თუ ვინ დგას რეალურად ამ ხალხის უკან. მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საქმეში არის ის, რომ თავად ამ GMC ჯგუფის და აი ამ გამარჯვებული ეგრეთ წოდებული კომპანიების უკან დგას თავად მერი გიგი უგულავა. იმიტომ რომ გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები იმავდროულად გიგი უგულავას მიერ დანიშნულნი არიან სხვადასხვა თბილისის მუნიციპალური საწარმოების დირექტორებად 2009 წელს, 2010 წელს და ესენი არიან ის ხალხი, რომელთან ერთადაც უგულავა აწარმოებს ბიზნესს თბილისის მოსახლეობის ხარჯზე. შესაბამისად ეს არის ფაქტები, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტებით დადასტურებული, მაგრამ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ ვიცით, რომ ტენდერის ჩატარების შემდეგ უცებ გამოცხადდა, რომ ყველა ეს კომპანია ნოემბრიდან, მიმდინარე წლის ნოემბრიდან ხაზებზე შემოიყვანს ახალ ყვითელი ფერის ავტობუსებს. მაშინ როდესაც სატენდერო პირობებში იყო მითითებული, რომ კომპანიებს უნდა წარმოედგინათ დოკუმენტები, თუ რა მანქანებით გააგრძელებდნენ ისინი ამ მომსახურებას. მარკა არ არის დასახელებული.
აქ ესეც წინასწარ იყო შეთანხმებული და გაძვირებას რაც შეეხება რატომ გაძვირდება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ამდენად და არა მხოლოდ იმდენად რასაც გამოიწვევდა ბენზინის ფასის მომატება სწორედ იმიტომ რომ ამ ჯგუფმა უკვე დაიწყო მარშრუტებზე ხაზზე მომუშავე მძღოლების და ავტობუსების მეპატრონეების დატერორება დაიწყეს მათგან დღეში 25-30 ლარის მოთხოვნა იმიტომ რომ ისინი ამბობენ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ ეს ხაზები უკვე ჩვენია მართალია ნოემბერიდან უნდა შემოვიყვანოთ ჩვენ ახალი ავტობუსები მაგრამ დღეს თქვენ უკვე ჩვენს ასე ვთქვათ სფეროში მოღვაწეობთ ამიტომ როგორც ჩანს სქემა არის ასეთი დღეიდან და ნოემბრამდე დღეს ხაზებზე მომუშავე ხალხიდან აი ამ გაზრდილი ფასითაც და ამ დადებული ხარკითაც უნდა ააგროვონ ის ფული რომელთაც შეიძენენ მერე იმ ყვითელ ავტობუსებს და 20 წელი უზრუნველყოფენ თავიანთ თავს და თავიანთ ოჯახებს. რის ხარჯზე იმის ხარჯზე რომ ბიზნესიდან განდევნიან ათასობით წვრილ მეწარმეს აი ამ სფეროდან. ესაა ძალიან მარტივი სქემა ელიტური კორუფციის კლასიკური ნიმუში საქართველოში. რატომ აიტკია მერია მაუტკივარი თავი მაშინ, როდესაც თქვა 6 დეკემბერს, როდესაც გამოცხადდა ტენდერი, 8 დეკემბერს მერის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა მისი ეს ინტერვიუ ეთერში, განაცხადა რომ ფასები არავითარ შემთხვევაში არ მოიმატებდა. ხო, შეეძლოთ, ანუ აპრიორი ამ განცხადების გაკეთება შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ და უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დაესვათ ეს საკითხი. რატომ დაიზღვია თავი მაშინ ერთი თვით ადრე მერიამ ფაქტობრივად და თქვენ ახერვით ადრე რომ ფასები არ მოიმატებდა. იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყანას მართავს სწორედ ერთთვიანი ჰორიზონტით, მაქსიმუმ ორთვიანი. ჩვენ ამას უკვე შევეგუეთ, მე მგონი, ესაა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ზნე-ჩვეულებაში გადაზრდილი, არ ვიცი, პოლიტიკა თუ ამას პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს, რომ როგორც კი რაიმე პრობლემა გაჩნდება, ისინი ან უარყოფენ ამას, ამბობენ რომ არა ეს არ მოხდება, მაგრამ მე ის ხდება ხოლმე. ან მოიფიქრებენ რაღაც დროებით ზომას, რაც როგორც ახლა ვაუჩერების დარიგება, რომ ასე ვთქვათ, ამწუთიერი პრობლემები ჩაახშონ, რის ხარჯზე, რის ფასად ეს არ აინტერესებს. არის მეორე ამბავი, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით ამბობდნენ, არ გაძვირდება. სამარშრუტო ტაქსების ბიზნესშიც ამბობდნენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება მონოპოლია, აქ იქნება კონკურენცია. სინამდვილეში მთელი ეს ქსელი, როგორც გითხარით, 20 წლიანი ექსკლუზივით ჩააბარეს თავიანთვე ბიზნეს პარტნიორებს, რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად დასჭემდა ეს თავგასულობის სინდრომი. ეს არის ავტორიტარი მმართველების, ავტოკრატების თანდაყოლილი თვისება. იმიტომ რომ ამ ხალხს უკვე წაშლილი აქვს ზღვარი მორალთან, კანონთან, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. იმიტომ ფიქრობენ ალბათ, რომ ეს ყველაფერი კი ვიღაცა იტყვის, მაგალითად ახლა დღეს მე ვლაპარაკობ, მე რა მოხდა ხვალზე ეგ რაღაცა მოხდება, ხალხს გადაავიწყდება ეს ამბავი, ისე როგორც გადაავიწყდა ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამაში ძალიან ცდებიან. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხალხს არაფერი არ ავიწყდება, ეს ყველაფერი გვახსოვს, უბრალოდ გროვდება, აკუმულირდება და შესაძლოა იფეთქოს ძალიან ცუდად ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ბატონ დავით, სწორედ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მაყურებელმა დარეკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებასაც ეს სურს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? ეს სურს რა, სოციალური აფეთქება? აფეთქებას გულისხმობდი. მე არ გამოურიცხავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის გზა, თუ მას ესე ვთქვათ, დაუძლეველი სურვილი აქვს, გადის იმაზე, რომ უნდა მოხდეს ან შიდა სერიოზული კატაკლიზმა, ან რამე გეოპოლიტიკური კატაკლიზმა, გეოპოლიტიკური კატაკლიზმების გამოწვევა მხოლოდ მის ხელში არ არის, ამიტომ ეს არ ეწიფება. ასე რომ ქვეყნის შიგნით მე ამას არ გამოურიცხავ. მე არ გამოურიცხავ სხვა რამესაც, და ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ. არ გამოურიცხავ იმასაც, რომ ხელისუფლების შიგნით გაჩაღებული ბრძოლა მომავალი ხელისუფლებისთვის და მომავალი გავლენებისთვის გვაძლევდეს იმ შედეგს, რომ ეხლა რაღაცაად მიდის შეჯიბრი იმაში, თუ ვინ უფრო გააბრაზებს და გადარევს ქართველ ხალხს, რომ მე ეს რისხვა მიბრუნდეს რომელიმე მიმართულებით. ეხლა მე ვლაპარაკობდი იმ კორუფციულ სქემაზე, რომელთაც ვითომ ტენდერით, ვითომ კონკურსით ამ შემთხვევაში გიგი უგულავას ახლოდან დაახლოებულმა პირებმა ხელში ჩაიგდეს სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი. ხომ ისმება კითხვა, ხომ აი ცოტა უფრო კონსპირაციულად რომ მოქცეულიყვნენ. ეს გვარი და სახელები პირდაპირ არ დაედოთ, ვინც თან იქ არიან დირექტორები მუნიციპალურ საწარმოებში, თან GMS-ში. ხომ შეეძლოთ თითქოს ამის გაკეთება? ამას ორი ახსნა აქვს. ერთი ის, რომ იმდენად არის აქვთ ეს თავგასულობის სინდრომი, რომ რა მნიშვნელობა აქვს, აი ასეთები ვართ და მოდით და თუნდაც შნოგაქვთ რამე გვიქენით. ერთი ეს არის, მეორე ის არის, რომ ამითი სწორედაც კიდევ უფრო გამწვავდეს ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია და არ ვიცი, შესაძლოა ყველას ერთად უნდა, რომ ეს სოციალური
დაძაბულობა თუ პიკი მიღწეული იქნეს ახლა და არა დაგეგმილ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე. ამას პოლიტიკური ანალიზი ჭირდება, თუმცა პოლიტიკურ ანალიზთან ერთად არის ყოველდღიური თემები, რომელსაც ჭირდება ასევე ყოველდღიური ყურადღების მიქცევა. ჩვენ რესპუბლიკელებმა დავიწყეთ სერიალის, ასე ვთქვათ, ჩვენება პირდაპირ ტელეეთერში, ჩვენი ყველა პრესკონფერენცია პირდაპირ გადის ინტერნეტ სტუდიით, ჩვენი რესპუბლიკური პარტიის სტუდიით და ჩვენ პრეზიდენტს შევპირდით. მან ხომ ბრძანა პარლამენტში, რომ ვინც A-ს ამბობს და ბრალს ხვდებს კორუფციაში, მაშინ თქვას B-ს და კონკრეტული ფაქტები დამიდოსო. აბატონო, დღევანდელი ჩვენი ეს კონკრეტული სქემა დადებული, დოკუმენტურად დადასტურებული, საჯარო რეესტრიდან ამოღებული, დაუდეთ და ჩათვალოს, რომ ესაა ჩვენგან B, და პირდებით, რომ 2-3 დღეში ერთხელ იქნება G, D და გავალთ H-მდე. იმიტომ რომ უამრავ სფეროში, უამრავ საკითხი სწორედ ასე გვარდება ამ ქვეყანაში და ასე გადაედინება ხალხის ქონება, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მილიონები ერთი მუჭა ოლიგარქების და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში. ეს გაგრძელდება, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ზოგადად მე ვთვლი, რომ არ არის პოლიტიკური პარტიის საქმე კერძო მეწარმეების სარეგისტრაციო დოკუმენტებში ქექვა. და მე სულაც არ მიხარია და არ მეამაყება ის ფაქტები, რაც დღეს ჩვენ გამოვავლინეთ. მაგრამ სად არის ის ხალხი, ვისაც ეს ევალება? რატო არ აკეთებს ის ხალხი ამის პრევენციას ან ასეთი ფაქტებზე სწორ რეაგირებას? და მეორე, კერძო ბიზნესებსაც მიმართავ. მე არ GMC ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს რაიმე და არც იმ პირების, რომლებმაც ეს ტენდერები მოიგეს თავისთავად. ბიზნესში ადამიანები ფიქრობენ მოგებაზე. მაგრამ ყველა ბიზნესმენმა ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ როდესაც ისინი ხელს ავლებენ საზოგადო ქონებას და სამარშრუტო ხაზები ეს არის საზოგადო ქონება. თბილწყალი და ეს ბუნებრივი მონოპოლიები ეს არის საზოგადო საკითხი. მაშინ კეთილი უნდა ინებო და მზად უნდა იყვნენ სრული გამჭვირვალობისთვის. ჩვენ რესპუბლიკელები არ ვაპირებთ იმის გარკვევას, რომელი მეპურე როგორ აცხობს პურს. ეს მართლა ბაზრის დასარეგულირებელია. მაგრამ იქ სადაც ლიცენზიაა ჩართული, იქ სადაც ექსკლუზიური უფლებაა ჩართული, იქ სადაც საბიუჯეტო თანხებია ჩართული, იქ ის უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა და არავის არაფერი არ შერჩება. ეს აუცილებლად იქნება, მაგრამ რა პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. ბატონ დავით, ხელისუფლებამ დღეს უარი განაცხადა მოსულიყო არგუმენტებში თეასი ჭინავასთან და დაიფიქსირებინა საკუთარი პოზიცია არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. თქვენ თუ მიმართეთ, თქვათ მერიასთან, საკრებულოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რა პასუხი მიიღეთ იქიდან? ანუ აქვთ თუ არა ამ კომპანიებს გამოცდილება, თქვათ ტრანსპორტის მართვის მენეჯმენტის საკითხებში? ან ზოგადად რა კომპანიებია და ვინ დგას მათ უკან? ანუ რა პასუხი მიიღეთ თქვენ ამაზე? მოგეხსენებათ ამ სფეროში იყო შექმნილი სატენდერო კომისია, რომელიც იყვნენ საკრებულოს წევრებიც. ამ სატენდერო კომისიის წევრებისგან ერთადერთი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლებისგან მახსოვს მე კრიტიკული გამოსვლა ამ თემაზე. სხვებმა რა დაინახეს და რა ვერ დაინახეს, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ სწორედ საკრებულოს ხდომაზე დავსვით ეს საკითხი, ჩვენი წარმომადგენლის მეშვეობით. საკრებულოს მიმართეთ, რომ ეს არის ქალაქის საქმე. საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო სწორედ ამ თემაზე დებატებში და უნდა რას ლაპარაკობთ, როგორ ეკადრებათ ეს თავისუფალი კონკურსი იყო, კონკურენტული გარემო იყო და ასე შემდეგ, მაგრამ აი თქვენს მიერ დასმული ძალიან მარტივი კითხვები. 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე კომპანიას, რომელიც გუშინ წინ შეიქმნა და მეუბნება, რომ ნოემბერში ამდენ სამარშრუტო ტაქსს შემოვიყვან. და ამას აძლევ ამ ექსკლუზიურ ნებართვას. თან როცა ხედავ და იცი წინასწარ, რომ ეს ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებული ხალხია, მათ უკან ვინ დგას, სინამდვილეში რა, ასე ვთქვათ, კამუფლიაჟი აქვს წინ, აქ ყველაფერი ნათელია. ყველაფერი ნათელია. სხვათა შორის ძალიან სერიოზული კავშირია ამ ამბავსა და იმასთან შორის, რაც ამ რამოდენიმე თვის წინ მოხდა, როდესაც ჩვეულებრივი ყვითელი ავტობუსების რაოდენობა შეამცირეს და ხაზები შეამცირეს. ხომ ისმის კითხვა რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამ თავიანთვის გამზადებული ბიზნესისთვის, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესისთვის გაათავისუფლეს მეტი ადგილი. იმიტომ რომ მოქალაქე რო გამოვა ქუჩაში ელემენტარულად სადმე რომ გადაადგილდეს, ბუნებრივია თბილისში ფეხით ვერ ივლის. ამიტომ ბევრი ჩვენგანი იძულებულია ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამას ვერ გაექცევ, ეს აუცილებელი ხარჯების ჩამონათვალში შედის. სწორედ ამიტომ შეამცირეს ის ავტობუსები, ჯერ იმ ავტობუსებთან დაკავშირებული თემა, ჯერ კიდევ ცალკე საკითხია, საიდან შემოიტანეს, როგორ შემოიტანეს, რა ფასად, როგორ დანგრეულები და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ის გაწიეს გვერდზე და შემოყავთ ბიზნესში ახალი ჯგუფი, თავიანთივე ის ხალხი, რომელიც სხვა სფეროში უკვე როგორც ჩანს წარმატებით მუშაობს. აი ამ თემებზე რატომ არ ებადებათ კითხვები თავად უმრავლესობის წარმომადგენლებს? გასაგებია,
იმიტომ რომ ან თვითონაც ჩართული არიან აქ თუ არა სხვა ამდაგვარ სქემებში, ან იმდენად დატერორებულები არიან პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომ ხმას ვერ იღებენ, მაგრამ ჩვენ რესპუბლიკური პარტია ხვალ აი დღეს რომ მოვდიოდი, ამზადებდნენ უკვე წერილებს 67 კონკრეტულ მისამართზე ვაგზავნით ამ ფაქტებს. მათ შორის უცხოელებთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. იმიტომ რომ ერთ-ერთი თემა, რომელიც გახდა სადაო და საქართველოს და ევროკავშირის შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ფერხდება, ეს არის ის, რომ საქართველო არ ასრულებს ევროკავშირის მითითებას, რეკომენდაციას მონოპოლიებთან ბრძოლად. არ უნდათ ამის გაკეთება, არ უნდათ, იმიტომ რომ ყველაფერში თვითონ არიან. მონოპოლისტები არიან და ახლა ხო არავის გაუყოფენ ამ ტკბილ ლუკმას. ამიტომ ჩვენ უგზავნით პროკურორს, კონტროლის პალატას, პრეზიდენტს, მერს, საკრებულოს თითოეულ წევრს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, კეთილინებოდა დაინტერესდნენ ამით. ამასობაში კიდევ ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული B პრეზიდენტის პასუხზე. ორ-სამ დღეში იქნება G სხვა სფეროში. და ჩვენ არ გაგვაჩნია და არ ვცდილობთ გქონდეს რაიმე განსაკუთრებული საშუალებები ამა თუ იმ თემის გამომზეურების. ჩვენ ფარული ვიდეოკამერებით არ დავდივართ, ჩვენ არავის მოსმენები არ ვართ დაკავებული სატელეფონო საუბრების, ჩვენ ხელი არ მიგვიწდება ბუღალტერიაზე და ფინანსურ დოკუმენტებზე, ჩვენ ყველა ამ საკითხს ვძლებთ იმ დოკუმენტებით, რომელიც არის საჯარო და უნდა იყოს საჯარო. ამიტომ აქვს დახურული უამრავი ქაღალდი და უამრავი დოკუმენტი და გვეუბნებიან კომერციული საიდუმლოება, ამას ვერ მოგცემთ, ის იქით არის წაღებული და არ იქნება. მაგრამ მივყვებით ბოლომდე, ჩვენს ხელში რაც არის. აი ამ კონკრეტული ფაქტების შემხედვარე, ახლა მთავარი პროკურორი თუ პოლიციის უფროსი თუ არ ვიცი, ვისაც ევალება ეს ამბები, კეთილინებონ და ჩვენს წერილზე მოგწერონ, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავენ. ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ უგულავას მიერ მუნიციპალური საწარმოების დირექტორებად დანიშნული პირები ახლა თავისუფალ ტენდერში, კონკურსში გამარჯვებულებად მოგვევლინენ და ხელში ჩაიგდეს მთელი სატრანსპორტო სქემა. და დაგვისაბუთონ როგორია ეს ტენდერი. მე და თქვენ რო ქონოდა ამის შესაძლებლობა რომ 200 ლარიანად კომპანია დაგვეფუძნებინა და მე დღეს ხაზებზე მომუშავე ხალხის ხარჯზე მათთვის დამატებით 25-30 ლარის ყოველდღიურად წართვების ხარჯზე ფული დაგვეგროვებინა და კარგი ავტობუსები შემოგვეყვანა, იქნებ მე და თქვენას გვეფიქრა ამ ბიზნესზე. მაგრამ იქ სატენდერო პირობებში სხვა რამე ეწერა. ვის ქონდა იმის ფუფუნება ახლა შეეტანა იქ დოკუმენტები და ეთქვა რომ ერთ წელიწადში ჩამოვიყვან ავტობუსებს. ეს ერთი წელი რა უნდა მოხდარიყო ამ ქვეყანაში. ვის უნდა ემუშავა. ასე რომ ყველაფერი ნათელია, გაძვირებაც ამიტომ ხდება და იმ ადამიანების უმუშევრად დატოვებაც ამიტომ ხდება, ვინც ამ მართლა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ესეთ კონკურენტულ გარემოში რაღაცა თავს ირჩენდა. და ბუნებრივი მდგომარეობით შევადაროთ 10 და 15 წლის წინ რა ტიპის მანქანები დადიოდნენ ამ ხაზებზე და დღეს როგორები დადიან. ანუ თავისთავად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ბევრი სხვა მეთოდით იყო შესაძლებელი. და ამას არ ჭირდებოდა ერთი მონოპოლისტის გამოვლენა. გასაგებია ბატონო დავით, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ეს გახლავთ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის შედეგებს, დღეს პირდაპირ ეთერში მოხერხდა 24 სატელეფონო ზარის მიღება. აქედან 14 ადამიანი თვლის, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ფასების მატების უკან ხელისუფლების ბიზნეს ინტერესი დგას. ერთი მაყურებელი თვლის, რომ ეს კერძო ბიზნეს ინტერესის ბრალია, ხოლო გამოკითხულთაგან 8 ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს საწვავის გაძვირებას მოხდა. რაც შეეხება ინტერნეტ გამოკითხვას, გამოკითხულთა 92% თვლის, რომ სამარშრუტო ტაქსების 70-მდე გაძვირების მიზეზი ხელისუფლების ბიზნეს ინტერესის გამო მოხდა. 5% გამოკითხულთაგან საწვავის გაძვირებას აბრალებს, ხოლო კერძო ბიზნეს ინტერესს ამის გამომწვევ მიზეზად გამოკითხულთა 2% თვლის. რაც შეეხება არგუმენტებს თია სიჭინავასთან ერთად, პოლიციის რეფორმებზე, პოლიციის მიერ გადამეტებულ უფლებამოსილებაზე და ადამიანის უფლებათა ზოგადად დარღვევის ფაქტებზე დღეს არგუმენტებში თია სიჭინავასთან ერთად იხილავთ ქეთევან გაბიანს და ეკა ბესელიას. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.